დიახ, ფაქტია, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გადავიდა ღიად რუსულ და ბელორუსულ რეპრესიებზე, იმიტომ რომ ალბათ ყველას გვესმის აბსურდულობა იმ ბრალდების, რომელიც წარდგენილი აქვს გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, იმ 8 ადამიანს, რომელიც ნახეთ პირდაპირ ეთერში პრაქტიკულად როგორ არაფრის გამო დააკავეს გზაზე გადასვლის გამო, იმ გზაზე გადასვლის გამო, რომელიც პოლიციასთანვე იყო მითავითვე შეთანხმებული, ჯერ მისცეს უფლება, რომ გზაზე გადასულიყვნენ, ორგანიზებულად მიდიოდნენ, გაუკეთეს კორიდორი, მაგრამ ასე უცებ მიიღეს ბრძანება, არ ვიცი, ჯალათებისგან, პირდაპირ რუსი ჯალათებისგან და ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ დემონსტრაციულად დაანახონ ადამიანებს, რომ აი არაფრის გამო შეუძლიათ დაჭერა, რომ უბრალოდ დააშინონ ადამიანები, რომ აღარ გამოვიდნენ, აღარ გააპროტესტონ, აღარ მოითხოვონ თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავალი, თავისუფლება, დემოკრატია, კეთილდღეობა, ესე ყველას დაიჭერენ და გაუსწორდებიან. იმდენად ეშინია ეხლა ამ სასამართლოსიც კი რუს ოლიგარქს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მართლა ზღვა ადამიანი იყო მოსული, პატარა დარბაზში ჩაატარეს, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობით ადამიანებს ჰქონდათ შესვლის შესაძლებლობა, დანარჩენი უამრავი ადამიანი ეხლაც გარეთ ელოდება იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც რა თქმა უნდა რუსი ოლიგარქი ივანიშვილის კონტროლირებადი და დაქვემდებარებული მონასასამართლო მიიღებს. ერთადერთი რაც ვიცით თავიდან იყო საუბარი, რომ თითქოს და პატიმრობას ითხოვდნენ, მაგრამ ეხლა როგორც საუბარი ალბათ გირაოზე შეჩვენენ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ერთი დიდი ცირკია, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ამ სასამართლოს სამართლიანობასთან, დამოუკიდებლობასთან არაფერი საერთო არ აქვს ამ 8 ადამიანის გარდა, გიგი უგულავას გარდა, დიმიტრი ბიძინაშვილის გარდა უამრავი პოლიტიკური პატიმარი ყავს ამ ქვეყანას, სიდისის პატიმარი ყავს, არ ვიცი, დაწყებული იგივე გიგი უგულავა და დამთავრებული მზია ამაღლობლით, წარმოუდგენელია, რომ ამდენი ადამიანი არაფრის გამო ქვეყანაში იხდიდეს საჯოს და თავის დროზე ალბათ უფრო მეტად უნდა გვეაქტიურა ჩვენ ყველას ერთად, როცა მთელი ამ წლების განმავლობაში 2012 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც რუსი ოლიგარქი მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სასამართლოების წყება, მაგრამ რატომღაც მაშინ სათანადოდ როგორც ჩანს ვერ ამოვიღეთ ხმა, ვერ ამოვიღეთ იმ პოლიტიკურ პატიმრობაზე, ვერ ამოვიღეთ მათ შორის ხმა სათანადოდ როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობამდე, სამწუხაროდ ქვეყანა მივიდა ამ დრომდე. მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გვერდზე უნდა გადავდოთ, ეხლა თვითგემის უიმედობაში ჩავარდნის დრო არ არის, ეხლა პირიქით ოლიგარქიას, აი ავტოკრატიას უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ არნახული ერთიანობა, ერთსულოვნება, ყველა უნდა დაინახოს, აი ყველა რო დაგვიჭიროს მართლა ვინც დგევართ და ვაპროტესტებთ, არის ადამიანები, არიან უამრავი ადამიანი, ახალგაზრდა თაობა, სტუდენტები, ახალგაზრდები, ყველა თაობა, რომელსაც გამოვულიათ მათ შორის 9 აპრილი გამოვულიათ ძალიან მძიმე რეპრესიები და კარგად ახსოვთ მათ შორის რას ნიშნავს რუსული რეჟიმი, რას ნიშნავს სისხლიანი ღამეები. მზად ვართ ყველანი უნდა გაიგოს ამ ხელისუფლებამ უნდა გაიგონ ადამიანებმა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ ამ ქვეყანას რუსებს არ დაუთმოთ. მე 4 შვილის მამა ვარ, მე ყველა აქციაზე ამ სასამართლოებზეც დავდივარ არა როგორც პოლიტიკოსი, არა როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არამედ როგორც 4 შვილის მამა, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ ჩემი შვილები გაიზარდონ რუსეთში. არ მინდა რომ ჩემი შვილები, ჩვენი შვილები, რომლებიც ერთმანეთზე უკეთესები არიან, ნიჭიერები არიან, ლამაზები არიან, არ მინდა რომ უცხოეთში წავიდნენ ისევე როგორც 10,000-ობით ადამიანი ბავშვი ყოველწლიურად გადის ჩვენი ქვეყნიდან. არ მინდა რომ ეს ქვეყანა ეკუთვნოდეთ არა ჩვენ შვილებს, მომავალ თაობებს, არამედ არ ვიცი, აქ ვიღაცა გადამთიელებს რუსებს და იმ ადამიანებს, რომელსაც ეზიზღებათ ეს ქვეყანა, ეზიზღებათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, ამიტომ ეხლა არის არა თვითგემის, არა დეპრესიაში ჩავარდნით, არამედ ბრძოლის დრო, ერთიანობის დრო. რა საშიში პრეცედენტის შექმნასთან ოლიგარქის გადაწყვეტილებას უნდა შევხვდეთ ჩვენ კიდევ უფრო მეტი პროტესტით, კიდევ უფრო მეტი ერთიანობით და ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, ვისაც უნდა რომ საქართველოს იყოს ევროპული ქვეყანა, ვისაც უნდა რომ ამ ქვეყანაში ბავშვები არ შემშილობდნენ, ვისაც უნდა რომ ამ ქვეყანაში იყოს სიტყვის თავისუფლება, კეთილდღეობა ევროპული და ყველა ის სიკეთე, რის გამოც სამწუხაროდ უამრავი ადამიანი ყოველწლიურად ცხოვრობს ჩვენ ქვეყანას და ამით სრულდება რუსული ოცნება საქართველოს ქართველების გარეშე. ირაკლი, რა საშიშ პრეცედენტთან შეიძლება გქონდეს საქმე, აი არ ვიცი, ვნახოთ როდესაც იქნება გადაწყვეტილება ამ პროცესზე, ამის შემდეგ რა კომენტარები გაკეთდება, მაგრამ მაინც დღეს ძალიან საყურადღებო ფაქტებზე საუბრობდა ყველა ადვოკატი დაკავებულის, ხო, მათ შორის იმის შესახებ, რომ აი იმავე პრინციპით ნებისმიერ ქუჩაზე შეიძლება რაღაც დაკმაყოფილდეს ივანიშვილის სურვილი ან ხელისუფლების ახალი რეპრესიის ტალღის გატარების მიზნით და შემდეგ მოხდეს მასობრივად ადამიანების დაკავება. ანუ რეალურად რა ტიპის
სპირალში არის შესული ხელისუფლება. ეხლა ვიდრე ჩვენ დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ კიდევ ახალი პაკეტი დაანონსა, შემზღუდავი, არაერთი მიმართულებით, მათ შორის მედიასთან დაკავშირებით დაანონსდა ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის უცხოური დაფინანსების რაიმე სახით მიღება, ტრენინგებთან დაკავშირებულიც კი ტალღა ისეთი, რომლის ეფექტიც შეიძლება კრიტიკულად დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. აი რა არის თქვენი შეფასება ამ სურათზე? დიახ, სამწუხაროდ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საშიში პრეცედენტი შეიქმნა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან და ამას იქით რა იქნება, რომ ვფიქრობთ კიდევ სულ უფრო ახალ-ახალი მძიმე გადაწყვეტილებები მოდის ქართული ოცნების მხრიდან და ეს დირექტივები მე დარწმუნებული ვარ პირდაპირ მოდის FSB-სგან, რუსეთისგან, მოსკოვიდან, იმიტომ რომ მე ეს ბევრ გადაცემაში და ბევრ ეთერში მithქვამს სამწუხაროდ მაშინაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი და ეხლაც რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ გამოუშვიათ, იმიტომ და არ გამოატანა პუტინმა მას მილიარდები რომ ქვეყანა ნატოში შეიყვანა, ევროკავშირში ან საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაეძლიერებინა და საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, ერთიანი ევროპული ქვეყანა ყოფილიყო. ხო, ეს ადამიანი გამოუშვეს, იმიტომ ამ ქვეყანაში და გამოატანა პუტინმა მილიარდები, რომ ეს ქვეყანა ჩაებარებინა ესე თანდათანობით ნელა ნაბიჯ რუსეთისთვის. ამიტომ დირექტივები მოდის რუსეთისგან, ისინი ხედავენ რომ ამ თავისუფალასე ყველა ოპოზიციონერიც რომ დაიჭირო, ხვდებიან ეს ადამიანები რომ ოპოზიციონერები აქ პარტიული ლიდერები არაფერ შუაში არ არიან, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ჯანსაღი ადამიანები უპირისპირდებიან ამ ადამიანებს, ვისაც არ უნდა რუსეთში ცხოვრება, ვისაც არ უნდა ავტოკრატია, ვისაც არ უნდა რომ სიტყვის გამოხატვის გამო იჭერდნენ ადამიანებს ამ გზის გადაკეტვის გამო. ამიტომ ეხლა ხვდებიან რა რომ პოლიტიკოსების სრულიად განეიტრალებით, თავით ერთ დღეს რომ ყველა დაგხოცონ, დაგვიჭირონ, რომ არაფერი არ გამოდის, ეხლა ცდილობენ რომ მიიღონ ისეთი მძიმე გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება ყველას. სამოქალაქო აქტივისტებს, არ ვიცი, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მაგრამ ერთ რამეში ვერ ხვდებიან, რომ ყველა ესეთი გადაწყვეტილება, ყველა ავტოკრატიულ რეჟიმს საბოლოო ბუმერანგივით უბრუნდება და დგება ის მომენტი, როდესაც ეს ძაფიწყდება, რომლის იქითაც უკვე აზრი აღარ აქვს, რა კანონებს მიიღებს, როგორ მძიმე გადაწყვეტილებებსაც მიიღებს ოლიგარქია და ეს ოლიგარქია მე ხულასავით დომინოს პრინციპით იშლება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი, მე დარწმუნებული ვარ სამწუხაროდ, რომ ეს დასაჭირბითა წრე და დაკავებულთა წრე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, კიდევ უფრო მეტ ზეწოლას გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიებზეც, სამოქალაქო სექტორზეც, აქტივისტებზეც, სამწუხაროდ მედიაზეც, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელიც ალბათ ეხლა ყველაზე მეტად ყავს ბიძინა ივანიშვილის გაჩხერილი, მაგრამ ეს ბრძოლა მიდის ქართველი ხალხის საბოლოოდ დღის წესრიგი წავა აუცილებლად, იმიტომ რომ ესე ხდება და ამას გვაჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა. და აუცილებლად ეს ბრძოლა თუ ვიქნებით ჩვენ ერთიანები, ერთსულოვნები, თუ კონცენტრირდებით ჩვენ თავარ საფრთხეზე, თავარ მტერზე და ეს არის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი, მე დარწმუნებული ვარ რომ ერთობით, ერთიანობით ყველაფერი გამოგვივა, იმ მძიმე რამდენიმე კვირასაც და თვესაც აუცილებლად გადავლახავთ და ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს მოუწევს ამ ქვეყნის დათმობა ქართველი ხალხისთვის იმ ადამიანებში, რაც უნდა რომ საქართველო იყოს ძლიერი ქართული სახელმწიფო ტრადიციებზე დაფუძნებული და ამ ტრადიციებში პირველ რიგში არის მათ შორის ჩვენი ევროპული ღირებულებები. დიდი მადლობა ირაკლი. ტოლერანტობაც, ქრისტიანობაც და ის ყველაფერი, რომელსაც საპირისპიროდ გვიპირისპირებს ყველაზე არაქართული, ყველაზე არაქრისტიანული, ყველაზე არაჯანსაღი რუსული ძალა.